სიყვარულით და სენსიტიურობით დატვირთული კირჩხიბის სეზონი ტყუპებისთვის ერთგვარი ემოციური გაღვივების, შინაგანი სამყაროს სიღრმეებში ჩასვლის და ფინანსური პერსპექტივების გააზრების პერიოდია. ეს თვე აღარ არის მხოლოდ სიტყვების თამაში, ახლა გრძნობები მოითხოვს გამოხატვას, სიჩუმეს კი ახალი აზრები მოაქვს. ემოციური სფერო და შინაგანი ბალანსი. მზის კირჩხიბში გადასვლას ყურადღება გადააქვს ფინანსებზე, თვითღირებულებაზე და უსაფრთხოებაზე. შენს შემთხვევაში ეს ნიშნავს, როგორ აფასებ საკუთარ თავს? რამდენად უყვარხარ საკუთარ თავში მრავალფეროვნებას და სისწრაფეს? ამ პერიოდში თავი ნაკლებად ექსტრავერტულად და მეტად დაკვირვებულად შეიძლება იგრძნო, რაც შენთვის უჩვეულოა, მაგრამ აუცილებელი. სიყვარული და ურთიერთობები. გეძლევა შესაძლებლობა, რომ ურთიერთობებში მეტად ტენდერული და ემოციურად თანმგრძნობი იყო. თუ შენს გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, ეს პერიოდი დაგეხმარება, უფრო ღრმა ემოციური კავშირი ჩამოაყალიბო. თუ თავისუფალი ხარ, შესაძლოა, რომ გრძნობებმა სწორედ მეგობრობიდან გადაინაცვლოს რომანტიკაში. ფინანსები და თვითღირებულება. მთავარი თემა კირჩხიბის სეზონზე შენთვის არის სტაბილურობის ძიება. ეს შეიძლება ნიშნავდეს შემოსავლების ახალ წყაროს ან თვითდამკვიდრების ახალ გზას. შეაფასე საკუთარი ნიჭი და დრო, შეიძლება რაღაც, რასაც აქამდე ჰობად თვლიდი, შემოსავლის წყაროდ იქცეს. კომუნიკაცია და შინაგანი ხმა. მზე კირჩხიბში შენს მსუბუქ, ინტელექტუალურ საუბარს უფრო ემოციურ ელფერს ანიჭებს. იშვიათად ირთვები სენტიმენტალურ დიალოგებში, მაგრამ ახლა სიტყვები გულიდან მოდის. გამოიყენე ეს პერიოდი ბლოგის დასაწერად ან უბრალოდ იმის სათქმელად, რაც გულში გიდევს. რას გასწავლის კირჩხიბის სეზონი? ეს დრო გაძლევს საშუალებას, რომ შეისწავლო, რას ნიშნავს შინ ყოფნა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად. ვისთან ხარ შინ? ვინ გაძლევს ნამდვილ სიმშვიდეს? და რაც მთავარია, შეგიძლია თუ არა შენ იყო საკუთარი თავისთვის ის უსაფრთხო სივრცე, რასაც სხვა შეეძებ. და გახსოვდეს, კირჩხიბის სეზონი არ არის შენს ბუნებრივ ელემენტში ყოფნა, მაგრამ სწორედ ამიტომ არის ის ასეთი განსაკუთრებული. როცა ჰაერი წყალს ეხება, იქ იბადება მაგია. დაწერე კომენტარებში, გულის გზას ვენდობით და სამყარო უფრო ნათლად გაიგებს შენს სურვილებს. და თუ გინდა, რომ კირჩხიბის სეზონმაც შენს სასარგებლოდ იმუშაოს, დააჭირე მოწონებას გამოიწერე არხი და წამოდი ემოციური ტრანსფორმაციის გზაზე ერთად.